ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. ქართული ოცნება ახალ არჩევნებზე პრეზიდენტთან მსჯელობას არ აპირებს. მმართველგუნდში აცხადებენ, რომ ამისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს. განსხვავებულია ოპოზიციის შეფასება, სადაც თვლიან, რომ ეს არის ერთადერთი კონსტრუქციული გზა არსებული კრიზისის განსამუხტად. პრეზიდენტმა ქართული ოცნების ლიდერებს და ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა მივიდნენ ორბელიანების სასახლეში და გაიმართოს მსჯელობა ახალ არჩევნებზე. ზურაბიშვილის განცხადებით არჩევნების დანიშვნის თარიღი შეთანხმებული უნდა იყოს 29 დეკემბრამდე. ქეთი ზანთარაია მუშაობს თემაზე, ის კურიერს უერთდება. ქეთი, გისმენთ. ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ ჩვენ ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება და პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებდნენ იმას, რომ მათი სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს პრეზიდენტის ინიციატივას და სალომე ზურაბიშვილის განცხადება მათთვის არის მისაღები. დღეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აქცენტს აკეთებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე კვირა არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან სწორედ ამ კვირის ბოლოს ისინი ელოდებიან, რომ პროცესები უნდა განვითარდეს იმგვარად, რომ ქვეყანაში მოხდეს ახალი არჩევნების თარიღის განსაზღვრა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის მტკიცე ქართულ ხალხთან ორ მთავარ და მნიშვნელოვან მოთხოვნაში. ეს არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. სალომე ზურაბიშვილი მტკიცედ დგას საკუთარ პოზიციაზე, რომ ხარს დაუჭერს ამ ორ მთავარ მოთხოვნას და ის არ აპირებს დათმოს ის ლეგიტიმაცია, რაც აქვს შერჩენილი საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტს. არ არსებობს არც ერთი კომპონენტი, რომლითაც შეიძლება ეს არჩევნები რაიმენაირად ჩაითვალოს ჩატარებულად. ამიტომ ჩვენ უერთდებით, რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, რაც მან გუშინ გააკეთა, არჩევნების თარიღი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაინიშნოს. ჩვენ მზად ვართ, რომ სწორედ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციის მეშვეობით მოხდეს უკვე შეთანხმება არჩევნების თარიღსა და კონკრეტულ პირობებზე. რაც შეეხება თავად ამ განცხადების ადრესატებს, მართლ პარტიაში ამბობენ, რომ ისინი არ აპირებენ რაიმე ფორმით ამ ინიციატივის გაზიარებას. ასეთი არის ქართული ოცნების პოზიცია და დამოკიდებულება სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ასევე ხალხის ძალის პოზიციაც და ისინიც ამბობენ, რომ ამ ნაწილში იზიარებენ ქართული ოცნების დამოკიდებულებას. სალომე ზურაბიშვილის კონსტიტუცია რომ წაიკითხა და მის პატრონების და დავალების შესაბამისად რომ არ ემოქმედა, ის კარგად ნახავდა, რომ სულ სამი ვარიანტია, როდესაც შეიძლება დაინიშნოს არჩევნები. ეს არის მორიგი არჩევნები კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც იმართება 20 წლიანი ციკლის დასრულების შემდეგ. ეს არის რიგარეშე არჩევნები, რომელიც ერთადერთ შემთხვევაში ინიშნება და როდესაც პარლამენტი ვერ ახერხებს მთავრობისთვის დობის გამოცხადებას, თან ორჯერ და მესამე ვარიანტი, რომელსაც ხელახალი არჩევნები ქვია, ეს შემთხვევაში, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისია სასამართლო საერთო წესით ან საკონსტიტუციო სასამართლო არ ცნობს არჩევნების შედეგებს და ამ შემთხვევაში ინიშნება ხოლმე ხელახალი არჩევნები. არც ერთი ამ სამი საფუძვლიდან სახეზე არ აქვს და რა უნდა მოიგონოს ახლა სალომე ზურაბიშვილმა იმისათვის, რომ თავის პატრონების დავალება შეასრულოს, წარმოუდგენელი არის. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მისი განცხადებები, რომ ეს ადამიანი არ ცემს არც ქართული ხალხის ნებას პატივს, არც საქართველოს ფუძემდებულ კანონმდებლობას და მთავარ კანონს საქართველოს კონსტიტუციას და მისი ინტერესი მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული ძალების დავალებების შესრულებაა. სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ ჩავნიშნოთ ახალი არჩევნები 29 დეკემბრამდე, მე მაფიქრებინებს იმას, რომ ქალბატონი სალომე ცხოვრობს პარალელურ სამყაროში, სადაც არჩევნები გაყალბდა და სადაც ინსტიტუტები არ არსებობენ, სადაც არ არსებობს კონსტიტუცია. ასე რომ მისი ეს განცხადება მე არ მგონია, რომ ვინმე სერიოზულად მიიღოს, ალბათ მიღებული აქვს გარედან ძალიან მკაცრი დავალება, როგორც ჩანს, რომ ჩაატაროს რიგარეშე არჩევნები და ყოველ მხრივ და ყველანაირად ცდილობს აქეთკენ წარმართოს პროცესები. თუმცა რა თქმა უნდა არაფერი არ გამოვა, ამაზე სრული დარწმუნებით შეგვიძლია ვისაუბროთ და ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს თავის ისტორიაში პირველად ყავს ესეთი სამარცხვინო პრეზიდენტი, რომელიც განუხრელად არღვევს კონსტიტუციას, რომელიც არ ემორჩილება კანონს და რომელსაც ურჩევნია უცხო
აქტორების დავალებები შეასრულოს საკუთარი ქვეყნის ინტერესების და საკუთარი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. მართველი პარტიის პოზიცია ცნობილი არის, ისინი არაპირებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა გაიზიარონ, თუმცა ოპოზიციაში ამბობენ, რომ ისინი აგრძელებენ მუშაობას ამ საკითხთან დაკავშირებით და დღეს საკონსულტაციო შეხვედრა შეიძლება ასეც ითქვას, რომ დღის მეორე ნახევარში აქვს დაგეგმილი. კეთი ზანთარაია საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. მადლობა კეთი. სალომე ზურაბიშვილმა განცხადება აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა. მისი თქმით, ორბელიანების სასახლეში ელოდება ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციისა და არჩევნებში მონაწილე პარტიების წარმომადგენლებს. მოლაპარაკებების მთავარი თემა ახალი არჩევნების თარიღის დანიშნა უნდა იყოს. ვეპატიჟები ივანიშვილს, ვეპატიჟები მისი პარტიის კობახიძეს, პაპუაშვილს და კიდევ ვინც უნდა. ვეპატიჟები იმ პარტიებს, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნებში და ვეპატიჟები იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებოდნენ არჩევნებს. მოდით მამუკა ხაზარაძე ქართულ ჯარს მიმართავს და მოუწოდებს არ დაემორჩილოს ახალ პრეზიდენტს. ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში წერს. მიუმართავ ქართულ ჯარს. სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს და ქართული ჯარის ერთადერთი ლეგიტიმური მთავარსარდალი. ინაუგურაცია, რომლის ჩატარებასაც გეგმავენ, იქნება არალეგიტიმური და ეგრეთ წოდებულ ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილოს ჯარი. მათ უარი უნდა განაცხადონ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე. ქართულმა ჯარმა არ უნდა დაუჭიროს მხარი არალეგიტიმურ პროცესს, წერს მამუკა ხაზარაძე, რომლის განცხადებასაც მართლ გუნდში ანტისახელმწიფოებრივი უწოდეს. შეფასება გაკეთდა ოპოზიციაშიც. შოთა ფალავანდიშვილი უერთდება ახლა კურიერს, ის განცხადებებს გაგვაცნობს. შოთა, გისმენთ. მამუკა ხაზარაძის განცხადების პათოსს იზიარებენ ოპოზიციაში, სადაც ფიქრობენ, რომ პროცესი, რომელიც 29 დეკემბერს უნდა გაიმართოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ფორმით, არის არალეგიტიმური, შესაბამისად ქართულმა ჯარმა არ უნდა მიიღოს მასში მონაწილეობა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს იქნება პირდაპირი განაცხადი ჯარის მხრიდან, რაც კიდევ ერთხელ, ასე ვთქვათ, ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს გააძლიერებს, თუმცა ხელისუფლების ოპონენტებს არ სურთ ახსნან დღეს თუ რა პროცესებთან შეიძლება მივიდეს ქვეყანა, იმ შემთხვევაში თუ კი რეალურად შეიარაღებული ძალები გამოუცხადებს მთავარ სარდალს დაუმორჩილებლობას. ზოგადად, რა თქმა უნდა, ადამიანები, რომლებიც უკანონო პროცესში მიიღებენ მონაწილეობას და კონსტიტუციური პრინციპებიდან ასე ვთქვათ, დარღვეული არის მთლიანად პროცესი, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ყველა ასეთ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი და უნდა გამოხატოს კიდევაც, ხო? მნიშვნელობა არ აქვს, რომელი უწყების წარმომადგენელი იქნება. რაც შეეხება 29 რიცხვს, მათ შორის რა თქმა უნდა ის, რომ ეს ადამიანი უკანონოდ არის არჩეული საქართველოს პრეზიდენტი, როგორც უნდა იყოს მთავარსარდალი, არის ძალიან სერიოზული პრობლემა და გამოწვევა ქართული ჯარის და ქვეყნის წინაშეც, იმიტომ რომ შეუძლებელია შევეგუოთ იმ რეალობას. ჯარი უნდა იდგეს ყოველთვის ლეგიტიმურობის მხარეს. ლეგიტიმურ ხელისუფალს უნდა დაემორჩილოს და დღეს ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი, რომელიც გადაურჩა ძალადობას, დევნას, სიყალბეს, არის საქართველოს პრეზიდენტი და მისი ინსტიტუტი. შესაბამისად, არალეგიტიმურ ინსტიტუციებს საქართველოს ჯარი არ უნდა დაემორჩილოს. მორიგი ანტისახელმწიფოებრივი განცხადება, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობას ისახავს. მიზნად ასეთია მართველი გუნდის შეფასება, სადაც ამბობენ, რომ მამუკა ხაზარაძის მხრიდან გაჟღერებული მოთხოვნა ჯარის დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით არის იმ სცენარის ნაწილი, რომელიც გარკვეული ლობისტების მიერ ჯერ კიდევ არჩევნებამდე იყო მოფიქრებული. საქართველოში მიმდინარე პროცესების წასამართად ქართულ ოცნებაში ამბობენ იმასაც, რომ ნებისმიერი მსგავსი შინაარსის განცხადება ადასტურებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, რომ ოპოზიცია რეალურად სახელმწიფოებრივი საჭიროებების მიხედვით არ ფიქრობს და მუდმივად ცდილობს პროცესები კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გაიყვანოს. ხაზარაძე რასაც კადრულობს, ეს პირდაპირ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო და ქართული ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებაა. როდესაც ადამიანი მოუწოდებს ქართულ ჯარს, ჩვენთვის ქართული ხალხისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ და ყველაზე პატივსაცემ ინსტიტუციას და ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ თურმე ამ ჯარმა არ უნდა შეასრულოს თავისი კანონმდებლობით დათვალისწინებული ვალდებულება და ქვეყნის წინაშე დადებული ფიცი, ამას რომ ადამიანი იკადრებს, ამაზეც ნედაცემული საქციელი უბრალოდ არ არსებობს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს
მოსვამს, რომ ეს ადამიანები, მათ შორის ბატონი ხაზარაძეს ერთი კონკრეტული რიგითი ჯაშუშია, რომელიც თავისი პატრონების დავალების შესრულებით არის დაკავებული და ეხლა მიიღებული აქვს დავალება თავიანთი პატრონებისგან, რომ მათ შორის ჯარსაც კი მოუწოდონ, რომ არ დაემორჩილონ ქართველი ხალხის ნებას და ქვეყნის წინაშე დადებულ ფიცს. ამაზე მსუმდაბალ საქციელს ალბათ ვერავინ ვერ მოიფიქრა დედამისის სურს. მამუკა ხაზარაძემ მოწოდება თავდაცვის ძალების მიმართ საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ლელოს დამფუძნებელი ფიქრობს, რომ ქართულმა ჯარმა 29 დეკემბერს დაგეგმილ ინაუგურაციაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს და არჩეულ მთავარსარდალს უნდობლობა უნდა გამოუცხადოს. მადლობა, შოთა ფალავანდიშვილი იყო კურიერის პირდაპირ ეთერში. თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემა მაკეინის ინსტიტუტის ანგარიში და ლორა თორნტონის განცხადება, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქართული ოცნების დღეები დათვლილია. უმრავლესობა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე საუბრობს, განსხვავებულია შეფასება ოპოზიციაში. ჯონ მაკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელი რომ არ ებრძოდეს რუსეთიდან მართულ რეჟიმს, ეს გააჩენდა კითხვის ნიშნებს ამერიკაშიც და მის ფარგლებს გარეთ. ის რომ ქალბატონი ლორაც და მათ შორის ყველა ის ადამიანი, რომელიც თუნდაც მაკეინის ინსტიტუტთან იქნება აფილირებული ფონდთან და ზოგადად იქნება ამ ადამიანის მემკვიდრეობის, ასე ვთქვათ, გამომხატველი და წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, ბუნებრივია რომ დაუპირისპირდება ივანიშვილს. ქალბატონ ლორას ურჩევ ჩემთან ერთად დათვალოს სალომე ზურაბიშვილის დარჩენილი დღეები, რაც შეეხება გარედან მუხარას, ეს ჩვენთვის არის სრულიად მიუღებელი, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს გარეთ ჩარევებზე, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვახსენებდით წინასაარჩევნო პერიოდშიც, არჩევნების შემდგომ პერიოდშიც ღია ჩარევა სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსები ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში, ნებისმიერი მცდელობა გარედან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, რა თქმა უნდა, არის ჩვენთვის მიუღებელი და მთავარი ჩვენ ნებისმიერ ფასად დავიცავთ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას და სტაბილურობას, გავაგზავნოთ ქვეყნის წინსვლას და განვითარებას. საპროტესტო აქცია გაიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან, უწყების შენობასთან ნაციონალური მოძრაობის წევრები და მოქალაქეების ნაწილი შეიკრიბნენ. მათ აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. ჩვენ მოვედით პროკურატურასთან, სადაც ხდება მათ შორის შეთითხმული ბრალდებების მომზადება ხოლმე ამ ადამიანების წინააღმდეგ, რათა კიდევ ერთხელ დავსვათ ეს საკითხი, იმიტომ რომ ეს საკითხი დასმული იქნება ყველა ძალოვანი სტრუქტურის თუ მარსაჯულების სისტემაში არსებული და სხვა უწყებების ადამიანების მიმართ. თბილისის საქალაქო სასამართლოში კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანის სასამართლო პროცესი იწყება. დღეს წინა სასამართლოს ხდომა ჩატარდება, რომელზეც მხარეები მტკიცებულებებს წარადგენენ. დაკავებულს გამომძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ბრალდება. მას ცოტა ხნის წინ ბრალი დაუმძიმეს, გამოძიების ინფორმაციით ის ტრანსგენდერ ქალზე სისტემატურად ძალადობდა. საჰაერო განგაში იყო კიევში დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, განადგურდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ფრონტის ხაზზე გასული დღე-ღამის განმავლობაში 207 საბრძოლო შეტაკება მოხდა. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით ოკუპანტებმა 18 საავიაციო დარტყმა განახორციელეს. უკრაინის პრეზიდენტმა დიპლომატებს მიმართა. ზელენსკიმ ქვეყნის მთავარ საგარეო პრიორიტეტად ევროინტეგრაცია დაასახელა. ახლა სრულმასშტაბიანი ომის მესამე წელს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და აუცილებელი შედეგების მიღწევის უნარს ვინარჩუნებთ. წელს უკრაინა გაძლიერდა და მიზანს მიუახლოვდა, რომელიც ჩვენს ერს აერთიანებს. ჩვენ ოკუპანტზე გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ და ეს ბოროტება დავამარცხოთ. ჩვენ სამართლიანი მშვიდობა გვჭირდება. ამ მიზნისთვის ყოველმა ჩვენგანმა უნდა იმუშაოს. გვესმის, რომ იანვარში ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ საერთაშორისო საქმეებში ბევრი ცვლილება მოხდება. შემდეგ რამდენიმე საკვანძო ქვეყანაში არჩევნები იქნება. პირველ რიგში გერმანიაში და პოლონეთში. ამას გარდა ძალთა ბალანსი და განწყობები ისეთ რეგიონებში, როგორიც ახლო აღმოსავლეთი, სპარსეთის ყურე, ჩრდილოეთ აფრიკა და ლათინური ამერიკა მუდმივად იცვლება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ინტერესების წინწაწევა ჩინეთთან, ინდოეთთან და აზიის ქვეყნებთან ურთიერთობაში. სოფლიოში ასობით ურთიერთქმედების სფეროა, სადაც უკრაინას რეალური, კონკრეტული და ხელშესახები შედეგები სჭირდება. განსაკუთრებული პრიორიტეტი ევროკავშირია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ევროკავშირის სრულ უფლებიანი წევრობისთვის, ყველა დონეზე უმაღლესი ინსტიტუციებიდან აზრის ლიდერებამდე უკრაინის ხმა ძლიერი და მკაფიო უნდა იყოს. ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის წევრობა. პუტინს ჩემთან შეხვედრა რაც შეიძლება მალე სურს, აცხადებს ტრამპი. ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა ამის შესახებ არიზონაში გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მისი სურვილია რუსეთ-უკრაინის ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში პუტინი უკრაინას არასდროს არ დაესხმებოდა თავს.
ერთ-ერთი რამ, რისი გაკეთებაც სწრაფად მსურს უკრაინაში ომის დასრულებაა და პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ მას სურს ჩემთან შეხვედრა, რაც შეიძლება მალე. ამიტომ ჩვენ ამას უნდა დაველოდოთ. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი. ეს ომი საშინელებაა. პუტინთან შეხვედრის დეტალებზე სოციალურ ქსელში წერს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცოს განცხადებით მისი მოსკოვში ვიზიტი იყო რეაქცია უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებზე, რომ უკრაინის გავლით გაზის ნებისმიერი ტრანზიტის წინააღმდეგია. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა მასთან შეხვედრაზე დაადასტურა, რომ მოსკოვი მზადაა დასავლეთისთვის გაზის მიწოდება გააგრძელოს, თუმცა როგორც ფიცო ამბობს, ზელენსკის პოზიციის გათვალისწინებით ახალი წლიდან ეს ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება. სლოვაკეთის პრემიერი ასევე წერს, რომ პუტინთან საუბარი შეეხებოდა უკრაინაში არსებულ ვითარებასა და კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობებს, ასევე ურთიერთობებს მოსკოვსა და ბრატისლავას შორის. ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ღაზის სექტორში ალმავასის დევნილთა ბანაკში უსაფრთხო ზონაში ცახალის იერიშ 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი. გუშინ ანკავის მასშტაბით დაღუპულია 50 პალესტინელი. გაეროსულ ტოლთა სააგენტოს ხელმძღვანელმა ღაზაში მიმდინარე კონფლიქტის ესკალაციაში ისრაელი დაადანაშაულა. ცახალის განცხადებით იერიშის სამიზნე ჰამასის მებრძოლები იყვნენ. רק שבמקרה הזה אנחנו לא פועלים לבד. ארצות הברית וגם מדינות אחרות. ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდ დეპორტაციას ანონსებს დონალდ ტრამპი. არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ პირველივე დღეს მოაწერს ხელს ბრძანებას, რომლითაც დეპორტაციასთან ერთად დაიკეტება საზღვრები არალეგალებისთვის. მისივე თქმით, ასევე პირველივე დღიდან აპირებს ტრანსგენდერული სიგიჟის შეჩერებასაც. ხელს მოაწერს განკარგულებას ბავშვთა სქესობრივ დასახიჩრებაზე, მოაშორებს ტრანსგენდერებს შეიარაღებული ძალებიდან, დაწყებითი, საშუალო და დამამთავრებელი კლასებიდან. არჩეული პრეზიდენტის თქმით, მისი ადმინისტრაციის პირობებში ამერიკის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ 2 სქესი: მამრობითი და მდედრობითი. აკოლ საქართველოს ახალი წლის დღეების პარლებში კონცერტი გაიმართა სენაკში. მთელი დღის განმავლობაში ცენტრალურ მოედანზე მოწყობილი იყო დეკორაციები, ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღების სტენდები. ბავშვების განწყობაზე ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ. ახალი წლის დღეები საქართველოს მთავრობის ინიციატივით წელს უკვე მეოთხედ იმართება. ხალხმრავლობა იყო ჭიათურაშიც, კულტურის ცენტრის მიმდებარედ, სადაც მთავარი ნაძვისხე და საახალწლო ილუმინაციები საზეიმო დაითო. საღამო კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა. შობა ახალწელს. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ხასიათზე ვარ და არ ვიცი, ძალიან მაგარია. მომღერლები, მოცეკვავეები, 1000 სხვა რაღაცები ვილამაზებენ ამ დღეს. მათ შორის საშობაო ბაზრობა, რომელიც გაიმართა ახლა, ძალიან მაგარი. გილოცავთ დამდეგ შობა ახალწელს, მრავალს დაესწარით, სულ ბედნიერები ყავთ. მთელი გულით მიხარია, რომ წინა საახალწლო ნაწყობის შექმნაში ვიღებ მონაწილეობას და დღეს ვარ ძალიან ლამაზად განათებულ ჭიათურაში, სადაც როგორც აღმოჩნდა, ძალიან ბევრი ხალხი გველოდა და ელოდა ამ დღეს. ნაძვისხის ანთებას, საახალწლო განწყობას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ცუდი წარსულს ჩაბარდება და 2025 წელი მართლა იქნება ჩვენი სურვილების ასრულების წელი. წინა საახალწლო ღონისძიებები დაიწყო ჩვენს მუნიციპალიტეტში. დღეს აინთო საზეიმო ჩვენთვის, ჩვენი ქალაქისათვის მთავარი ნაძვისხე. მე მინდა მიულოცო დამდეგი შობა ახალი წელი სრულიად საქართველოს და წარმატებები და ბედნიერება. ძალიან ბევრი გმირები ვნახე. მეგობრებთან ერთად ძალიან ბევრი ფოტოები გადავიღე და ბოლოს ყველას გილოცავ დამდეგ შობა ახალ წელს. მინდა მიულოცო სენაკს და საქართველოს დამდეგი ახალი წელი, შვიდობა და აუცილებელი იყო ეს კონცერტები, იმიტომ რომ ხალხმა არ უნდა იგრძნონ რაღაცა დაძაბულობა, უნდა კარგი გუნებით შეხვდნენ ახალ წელს, რომ მთელი წელი წავიდეთ მერე ესე კარგი გუნებით. ქალაქში იმართება საშობაო ბაზრობა, სხვადასხვა ბავშვთა გასართობი ღონისძიებები, რომლებიც საღამოს დაგვირგვინდა კონცერტით და ასევე ნაძვისხის ანთების ცერემონიალით. დღეს სენაკში ნამდვილად მოსახლეობა აქტიურად იყო ჩართული მიმდინარე ღონისძიებებში. მთელი ცენტრალური მოედანი არის გადავსებული სენაკელი მოსახლეობით. საახალწლო ღონისძიება გაიმართა ყაზბეგშიც. მუნიციპალიტეტში მთელი დღის განმავლობაში მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობის სივრცეები. მიმდინარეობდა გამოფენა გაყიდვა. საღამო კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა. მთავრობის ორგანიზებით მორიგი კონცერტი გაიმართა ამბროლაუშიც. ქალაქის ცენტრში საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობის სივრცეები იყო მოწყობილი. მთავარი ნაძვისხე ანსამბლ საგალობლის მრავალჟამიერის ფონზე აინთო. კონცერტზე სხვა მომღერლებთან ერთად წარსდგნენ თაკო გაჩეჩილაძე, ნინი ქარსელაძე, კახა კუხიანიძე, მარიკა თხელიძე და ქუჩის ბიჭები.
მოვუსმინეთ ქალაქიდან მოწვეულ სხვადასხვა მომღერლებს. ასე საზეიმო ღონისძიებაში ავახდეთ ნაძვისხე. მინდა ყველას მოგილოცოთ მშობა ახალი წელი და გიშვათ ჯანმრთელობა და ბედნიერება. ძალიან თბილი გარემო დახვდა როგორც ყოველთვის ამ ბროლაურში. წინა საახალწლო განწყობა ძალიან მაღალია, ბავშვები ძალიან დიდი სიყვარული დახვდნენ, აქ დამწრე საზოგადოება, მინდა ამ ბროლაურიდან სრულიად საქართველოს მიულოცო დამდეგი შობა ახალი წელი, უსურო წინსვლა, ჩვენს ქვეყანას მშვიდობა. არაჩვეულებრივი საახალწლო განწყობა, არაჩვეულებრივი შემსრულებლებით, ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს. გულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დამდეგ შობა ახალ წელს, ვუსურვებ სიმშვიდეს. ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა ღონისძიებას ახალი წლის დღეები საქართველოში. მთელი დღის განმავლობაში მოწყობილი იყო სხვადასხვა საშობაო სახლები, საახალწლო ღონისძიებები, საბავშვო ატრაქციები, სხვადასხვა აქტივობები, როგორც ბავშვებისთვის, ასევე ყველა თაობის ასაკისთვის იყო გათვლილი ღონისძიება, კონცერტი დასრულდა, სადაც მონაწილეობდნენ თბილისიდან მოწვეული შემსრულებლები. ეს იყო ბოლო ინფორმაცია, ამით მე დაგმშვიდობებით 2 საათამდე, თქვენ კი არ გადაერთოთ, რადგან სულ რამდენიმე წამში შუადღე დაიწყება. დროებით.